თუ ასე გაგრძელდა, რუსეთში გაქრება არა მხოლოდ ბენზინი, არამედ ელექტროენერგია, გაზი, წყალი და საკვებიც. ამის შესახებ რუსმა პოლიტიკოსმა განაცხადა. ბორის ნადეჟდინი პუტინს მოუწოდებს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და ომი შეაჩეროს. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს რესურსი გააძლიეროს სამხედრო ზეწოლა უკრაინაზე, რადგან ისედაც შესაძლებლობების ზღვარზე ომობენ. საწვავის კრიზისში მყოფმა რუსებმა ვოლგოგრადის ოლქში დღეს ბენზინგასამართ სადგურებთან კარვები გაშალეს. დღეს ჰაერში კიდევ ერთი რუსი ტერორისტი გავანადგურეთ. უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მათ რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. სამხედროებს თვითმფრინავის ტიპი ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ. უკრაინამ და გერმანიამ უპილოტო საფრენი აპარატების ბარსის წარმოების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ზელენსკი და მერცი ერთმანეთს ანკარაში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ცნობილია, რომ გერმანია დრონების წარმოებას პროექტის პირველ ეტაპზე დააფინანსებს. წარმოებული ტექნიკა კი უკრაინის თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ნაციონალურ მოძრაობაში რეფორმატორთა საბჭო იქმნება. თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იქნება, აღმასრულებელი მდივანი კი ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა დაწერა. სააკაშვილის განცხადებით, საბჭო პრაქტიკულად ახალ პარტიას ააშენებს და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნით. ეს იქნება მცდელობა საქმიანი კოალიციის დაწერა ჟორჟოლიანმა.